ნახეთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულში ბოლოს არის მხოლოდ ამ ერთი ლამაზი პატარა გოგონასთვის დაირეკაო. ჯერ საშინლად არ მოწონს ეს ბოლოს არის რაღაცნაირი დამთვრგუნველია. მე მგონი უნდა შეიცვალოს და ბოლოს არის რაღაც სხვა ეწოდოს. მაგრამ ძირითადი ხაზი ხა ჩემი ვიდეოსი. მე მინდა ეს გოგონა გავამხნევო, იმიტომ რომ ძალიან გულზე მომხვდა. ერთ შეხედვით რო ავიღოთ ახლა თითქოს სევდიანია რომ მარტო კაა. მაგრამ რაც ასე პირდაპირ არ გვანადგურებს ესეთი პატარ-პატარა სევდენი ამბები და პატარა თავგადასავლები ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გარშემო, ესეთი ამბები ჩვენ გვაძლიერებს. ასე რომ ამ გოგოს მინდა უსურვო წარმატება, დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი, ეს პატარა სევდიანი მის ისტორია მას გააძლიერებს, გაამხნევებს და მომავალში როცა დიდ წარმატებებს მიაღწევს, ჩააბარებს უნივერსიტეტში და ამთავრებს კარგ ჩამოყალიბებულ შემდგარ ქალად ჩამოყალიბდება, აი ამ ეპიზოდს მისი ცხოვრებისა სევდით გაიხსენებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ხალისიანად და დარწმუნებული ვარ, აი ამ ეპიზოდს შეუსებს, სიცარიელეს შეუსებს ის, რომ ეყოლება ძალიან ბევრი კარგი, სანდო და საყვარელი მეგობარი. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ჩემო კარგო და ძალიან გთხოვთ გააზიარეთ ეს ვიდეო, მივიდეთ ამ გოგონას ყურამდე, ნახოთ სიხილოს, რომ მარტო იდგა იქ იმ მომენტში, მაგრამ მის გარშემო და მის გვერდში ბევრნი ვართ. მე პირადად ჩემს გვერდში ვარ. საჩხერიდან ჭიათურამდე ცოტა არის, დიდი მანძილი არ არის. მე კიდე საჩხერიდან მაქვს ფესვი, სოფელი ჭალოვნიდან, ჩემო კარგო, ასე რომ ასე შორიდან გამხნევებ და მე და კიდევ ბევრი აგერ ნახავ კომენტარებში დაწერენ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და გისურვებთ იმას, რომ აი ეს პატარა სევდიანი ეპიზოდი შენ ცხოვრებაში ბოლო იყოს და უკანასკნელი და ძალიან ბევრი უამრავი კარგი სანდო გემრიელი მეგობარი გყავდეს. ყველაფერი საუკეთესო შენ. არაფერი არ არის ამაში ისეთი, რომ დაითრგუნო და რაღაცა. პირიქით, გაგაძლიეროს ამ ფაქტმა. აბა დროებით.